მოგესალმებით. დღეს უკვე ვიწყებთ ჩვენი SQL-ის მონაცემთა ბაზების კურსის მეორე თავს. მაგრამ ერთი პატარა შესწორება მინდა გავაკეთო. რეალურად პროგრამისტები და ზოგადად ტექნოლოგიების სამყაროში თვლა როგორც წესი იწყება ხოლმე ნულიდან. და ჰარვარდის კურსშიც თვლას კონკრეტული თავების და კონკრეტული კვირების შესაბამის მასალას იწყებენ ნულიდან. ანუ ჩვენ, რასაც პირველ თავს ვეძახდით, წინა გაკვეთილებში სინამდვილეში მე-0 თავია. და შემდეგ რიგით მე-1, ანუ პირველი თავი მოდის და შესაბამისად ამიერიდან, აი ამ კონკრეტული გაკვეთილიდან უკვე ამ თავს დაუძახებ როგორც პირველ თავს. და მე-0 თავი ვისაც არ გინახავთ, პლეილისტის ბმული იქნება ამ YouTube-ის ვიდეოს კომენტარებში და შეგიძლიათ ნახოთ ჯერის და მერე გადმოხვიდეთ ამ ვიდეოზე. შვენიერი. მოდით ცოტათი გავიხსენოთ პირველ თავში რა გავაკეთეთ. პირველ თავში ვისწავლეთ როგორ უნდა გავხსნათ მონაცემთა ბაზა SQLite 3-ის გამოყენებით და როგორ უნდა დავსვათ კითხვები. ანუ ინგლისურად ამას ვეძახით queries. როგორ უნდა დავწეროთ SQL query-ები იმისთვის, რომ ჩვენ ამოვიღოთ ინფორმაცია მონაცემთა ბაზიდან. და ამას დავარქვით select-ები, იმიტომ რომ select ბრძანებით ვაკეთებთ ამ queries შექმნას, ანუ ამოღებას ინფორმაციის მონაცემთა ბაზიდან. ამ თავში აღმოვაჩენთ, რომ რეალურად მონაცემთა ბაზაში შეიძლება არსებობდეს არა ერთი ცხრილი, არამედ ბევრი ცხრილი და ამ ცხრილებს ერთმანეთს შორის რაღაც კავშირები შეიძლება ჰქონდეთ. ისეთი შინაარსობრივი კავშირები, როგორიც რეალურ სამყაროში შეიძლება სხვადასხვა ობიექტებს, ან ადამიანებს და ობიექტებს ერთმანეთთან შეიძლება ჰქონდეთ. მაგრამ სანამ აი ამ კონკრეტულ საკითხებზე გადავალთ, მოდით კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ და გავიხსენოთ, რა ვისწავლეთ წინა თავში. რეალურად, ნახეთ, ჩვენ ავიღეთ The Booker Prize-ის დაჯილდოების, ასე ვთქვათ, მონაცემთა ბაზა, რომელიც 5 წლის განმავლობაში 2023 წლამდე რა ვერსიებიც იყო, აი იმ წიგნების, ასე ვთქვათ, საუკეთესო ვერსიებისგან შემდგარი მონაცემთა ბაზაა, რომელშიც ერთი ცალი ცხრილი იყო. როგორ დავადგინეთ, რომ ერთი ცალი ცხრილი იყო? გავხსენით SQLite 3-ის ბრძანების გამოყენებით SQLite 3 და მე იმ ფაილის სახელი დავწერეთ, რომელშიც მონაცემთა ბაზაა შენახული და აღმოვაჩინეთ, რომ შიგნით ნამდვილად იყო ერთი ცალი ცხრილი tables ბრძანების გამოყენებით. მოდით ახლა ვნახოთ ეს რეალურად ნამდვილად მართლა ასეა თუ არა. ისევ როგორც წინა გაკვეთილებში SQLite 3 long list db გავხსენი, შევედი აი ამ ჩემს ასე ვთქვათ ედიტორში და გავხსენი SQLite-ის შესაბამისი პროგრამა. და შემდეგ წერტილი tables ბრძანებით ნამდვილად ვხედავთ, რომ გვაქვს მხოლოდ ერთი ცალი ცხრილი ამ მონაცემთა ბაზაში. გახსოვთ ალბათ, რომ აი ეს asrc0 ფოლდერი ჩვენ გადმოვწერეთ რეალურად ჰარვარდის საიტიდან. და ამ asrc0-დან ამოვიღეთ longlist.db, აი ეს ფაილი და რეალურად ეს ფაილი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ჩვენი მონაცემთა ბაზა გაგვეხსნა აი ახლა აქ. მოდით ახლა ესეთი რამე გავაკეთოთ. დავაბრუნოთ ეს longlist.db თავის ფოლდერში, აი ასე. და აქ უკვე აღარ გვექნება არანაირი მონაცემთა ბაზა ამ წუთას, ამ ფოლდერშია უკვე შენახული სხვა ფაილებთან ერთად. მაგრამ ახლა მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება გადმოვწეროთ ახალი ფაილი, რომელიც აი ამ თავისთვის გამოგვადგება და რომელიც განსხვავებულია. სახელი იგივე ჰქვია longlist.db, მაგრამ განსხვავებულია რეალურად თავისი სტრუქტურით და მოდით ახლა ვნახავთ, რას ნიშნავს, რომ ეს განსხვავებულია. გავხსნათ ისევ ჰარვარდის უნივერსიტეტის SQL მონაცემთა ბაზის კურსის პირველი კვირის web page-ი და აქ, როგორც ხედავთ, გახსოვთ, აქ ინგლისურადაც არის ის ლექცია, რომელსაც ახლა მეგიყვებით და შეგიძლიათ ინგლისურადაც ნახოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება აი ეს ნაწილი, როგორ გადმოვწეროთ აი ეს SQL მონაცემთა ბაზის ფაილი.
შეგვიძლია გავხსნათ ეს და აი აქ ვნახავთ აი ამ ბრძანებას, რომელიც პირდაპირ შეგვიძლია დავაკოპიროთ, აი ესე. შემდეგ დავბრუნდეთ ისევ ჩვენს ედიტორში, გამოვიდეთ აი ამ კონკრეტული მონაცემთა ბაზის პროგრამიდან, ამისათვის გავაკეთებ აი ასეთ რამეს, exit, exit. გავასუფთავებ ჩემს ტერმინალს Ctrl-L-ის გამოყენებით, დავხურავ, ხო, მეტი დახურო არ გვინდა საიდბარის და გავუშვათ მოკლედ აი ეს ბრძანება, რომელიც იქიდან დავაკოპირეთ, paste გავაკეთოთ და enter-ს დავაჭიროთ. ამ დროს გადმოიწერება ახალი zip ფაილი, რომელშიც არის ფოლდერი ამ კონკრეტულ თავში, რაც დაგჭირდება ისეთი ფაილების შიგთავსით. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია unzip ბრძანებით გავხსნათ აი ეს src1.zip ფაილი. გავუშვათ და როგორც ხედავთ, აი src1 დაგვემატა აი აქ, რომელშიც ასევე ახალი ამ თავის შესაბამისი ფაილებია. აქედან ისევ ავიღებ longlist db-ს და გადმოვიტან აი აქ ისევ ცარიელ ადგილას, რომ ჩემი ფოლდერების მთავარ ფოლდერში აღმოჩნდეს აი ეს longlist db. ეს src zip ფაილი ამ შემთხვევაში აღარ მჭირდება და შემიძლია წავშალო, რადგან src1 ფოლდერი უკვე მაქვს და რაც შიგნით იყო უკვე ყველაფერი ამოვიღე და შესაბამისად მარტო დამრჩება აი ეს longlist db. გავასუფთავოთ ჩემი ტერმინალი. ესე. ცოტა დრო ჭირდება ხანდახან. შვენიერი. გავასუფთავეთ და ახლა რეალურად თავიდან გავხსნათ SQLite 3-ის გამოყენებით longlist db, რომელიც უკვე ახლა ახალ გადმოწერილი ახალი longlist db-ია, რომელშიც ახლა უკვე ველოდებით, რომ ერთის გარდა ბევრი ცხრილები უნდა იყოს, სხვა ცხრილებიც უნდა იყოს. გავუშვათ და ისევ ავკრიფოთ tables ბრძანება. გავუშვათ და აღმოვაჩენთ, რომ რეალურად ახლა უკვე ერთი longlist ცხრილის გარდა გვაქვს უკვე სხვა ცხრილები, longlist ცხრილი საერთოდ აღარ გვაქვს და გვაქვს books, ანუ წიგნების შესაბამისი ცხრილი, გვაქვს გამომცემლების შესაბამისი ცხრილი, გვაქვს ავტორების შესაბამისი ცხრილი, რეიტინგების, მთარგმნელების და ასე შემდეგ. ამ ცხრილებს აი ამ კონკრეტული ჩვენი გაკვეთილების განმავლობაში პირველი თავის მიმდინარეობისას ყველას დეტალურად გავეცნობით და მათ სტრუქტურასაც ვნახავთ. მაგრამ ახლა უნდა დავუბრუნდეთ ჩვენ სლაიდს და განვიხილოთ ისეთი საკითხი, როგორიც არის ცხრილებს შორის კავშირს რა, ასე ვთქვათ, შინაარსი აქვს, ეს უნდა გავარკვიოთ. და ზუსტად ამიტომ ქვია მონაცემთა ბაზებს relational databases, ანუ კავშირების მქონე მონაცემთა ბაზები, რადგან ცხრილებს შორის რაღაც კავშირების შედგენაა შესაძლებელი. მოდით განვიხილოთ აი ასეთი სიტუაცია. ვთქვათ, რომ გვაქვს ორი ცხრილი, ერთი ცხრილი ავტორებისთვის და მეორე ცხრილი წიგნებისთვის. ასეთ სიტუაციაში შეიძლება ვიფიქროთ, რომ პრობლემა არ არის, გვაქვს ერთი ცხრილი აქეთ, მეორე ცხრილი აქეთ, მაგრამ ერთი პრობლემა ჩნდება. როგორ უნდა დავადგინოთ, რომელი ავტორი არის, რომელი წიგნს ყავს რომელი ავტორი? აი ეს არის ჩვენი ახლა მთავარი ამოცანა, რომ დავადგინოთ. ერთი, ასე ვთქვათ, მიდგომა შეიძლება იყოს ასეთი, რომ ჩვენ უბრალოდ შევთანხმდეთ, რომ იცი რა, თუ კონკრეტულად ამ მონაცემთა ცხრილში აი პირველ სტრიქონში, ავტორების პირველ სტრიქონში არის აი ეს ევა ბალთაზარი, მაშინ წიგნების ცხრილშიც პირველ სტრიქონში იყოს ევას წიგნი. და მეორე ადგილას თუ არის Han Kang-ი, მაშინ წიგნების ცხრილშიც The White Book-ი იყოს Han Kang-ის, ასე ვთქვათ, წიგნი. ხო? და შეგვიძლია ეს მიდგომა ავიღოთ რაღაცა, ასე ვთქვათ, შეთანხმების საფუძველზე, ერთმანეთთან შევთანხმდეთ, ასე ვთქვათ, რომ ესე ვმუშაობთ და ოკეი, შეიძლება იმუშაოს ამან, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ამას ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს. რა პრობლემა აქვს? ის, რომ რეალურად მე თუ ავდგები და დავიწყებ მაგალითად ავტორების ცხრილში ავტორების ჩამატებას, მაგრამ არ ჩავამატებ წიგნების ცხრილში ზუსტად იგივე ადგილებში, იგივე სტრიქონებზე არ ჩავამატებ შესაბამის წიგნებს, მაშინ აღმოჩნდება, რომ ჩემი წიგნებისა და ავტორების ცხრილების, ასე ვთქვათ, შინაარსობრივი სიმეტრია დაირღვევა. და მე აღარ მექნება იმის საშუალება, რომ მივხვდე რომელი წიგნი რომელ ავტორს ეკუთვნის. და ამის მენეჯმენტი ძალიან გაძნელდება.
ამ დროს შეიძლება ვიფიქროთ, რომ აი ეს ცხრილი, როდესაც ერთი ცხრილი გქონდა, რომელშიც სვეტებად იყო, ანუ ორი ცხრილი კი არ იყო ცალ-ცალკე, არამედ ერთი ცხრილი იყო და იმ ერთ ცხრილში ერთ სვეტს, ერთ იმას სტრიქონს თუ ჩავამატებდით, აღმოვაჩენდით, რომ იმ სტრიქონში, თქვა ევა ბალთაზარის შესაბამის სტრიქონში, შესაბამის წიგნსაც ჩაუმატებდით და მარტივი იყო და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს მიდგომა უფრო მარტივია და მოდი ისევ ეს შევინარჩუნოთ. მაგრამ ამ მიდგომასაც აქვს რაღაც მნიშვნელოვანი პრობლემა. წარმოიდგინეთ, აი შევხედოთ აი აქ ოლღას, ასე ვთქვათ, ჩანაწერს, აი იქ ბოლო ჩანაწერს. ოლღას შეიძლება ჰქონდეს არა ერთი წიგნი, ამ შემთხვევაში flights, არამედ შეიძლება ჰქონდეს მეტი წიგნიც დაწერილი. ამ შემთხვევაში the books of Jacob. ხო? ახლა ნახეთ, დააკვირდით რა ხდება, მე რომ მინდა რომ ჩავამატო ერთი ავტორისთვის რამდენიმე წიგნი, მიწევს რომ ამ ავტორის სახელი გავიმეორო. ეს ავტორი ხო ყოველთვის ერთია, მაგრამ რადგან ბევრი წიგნები აქვს, აი ამის გამეორება მიწევს, რომ რეალურად ერთი და იგივე ავტორს აქვს რამდენიმე წიგნი. აი ზუსტად აქ შემოდის ის ამბავი, რომელიც გაჩვენეთ, რომელიც გულისხმობდა, რომ ორ სხვადასხვა ცხრილში უნდა გავანაწილოთ ინფორმაცია, მაგრამ ისე უნდა გავანაწილოთ ეს ინფორმაცია, რომ ამ ორ ცხრილს შორის რაღაცნაირად ავაწყოთ კავშირი და ეს კავშირი ისე ავაწყოთ, რომ ჩვენთვის გასაგები იყოს, არა აქვს მნიშვნელობა ავტორების ცხრილში რაც ჩავამატებთ, არა აქვს მნიშვნელობა წიგნების ცხრილში რაც ჩავამატებთ, თუ ეს კავშირები იქნება მყარი და გვეცოდინება როგორ უნდა შევადგინოთ ამ ცხრილებს შორის კავშირი, მაშინ ყოველთვის მოვახერხებთ, რომ არა იმ გაგებით, რომ აი აუცილებლად პირველ სტრიქონზე ავტორების იმაში რა ქვია ცხრილში რაც არის შესაბამისი წიგნი ეწეროს წიგნების ცხრილშიც პირველ სტრიქონზე. არა, რაღაც სხვა მექანიზმი არსებობს, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ავტორების ცხრილში ცალკე, ასე ვთქვათ, ჩავამატოთ ინფორმაცია და წიგნების ცხრილშიც ცალკე, მაგრამ თან შევინარჩუნოთ ბმა ავტორებსა და შესაბამის წიგნებს შორის და ამას ქვია ზუსტად კავშირები და ამას ვისწავლით ეხლა ჩვენი პირველი თავის გაკვეთილების განმავლობაში. როგორც გითხარით, ერთი ცხრილი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს, მაგრამ ამას აქვს ეს პრობლემა, რომ მეორდება კონკრეტული ავტორების სახელები და ყველა შემთხვევაში მაგალითად შეიძლება გამეორდეს არა მხოლოდ ავტორების სახელები, არამედ ძალიან ბევრი რამ შეიძლება გამეორდეს, რომელიც ერთი და იგივეა და კავშირშია სხვა, ასე ვთქვათ, სვეტში განსხვავებულ, ასე ვთქვათ, მნიშვნელობებთან. შესაბამისად, ისევ რეალურად სჯობს, რომ გავყოთ ეს ცხრილები და ვისწავლოთ ცხრილებს შორის კავშირების დადგენა და კავშირების შექმნა. ამისათვის მოდით წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია, ახლა ცხრილებს რო თავი დავანებოთ ჯერჯერობით. წარმოვიდგინოთ, რომ ყავს ერთი ავტორი, რომელმაც დაწერა ერთი წიგნი. აი, როდესაც გვაქვს ავტორების და წიგნების ცხრილები, ხო? აი ასეთ კავშირს, სადაც ერთ ცხრილში ვწერთ ავტორის შესახებ ინფორმაციას და მეორე ცხრილში ვწერთ წიგნის შესახებ ინფორმაციას და მათ შორის კავშირია, ეს კავშირი ტექნიკურად როგორ უნდა შედგეს ეს ქოლის გამოყენებით, ამას ვისწავლით შემდეგ გაკვეთილებში, ახლა უბრალოდ შინაარსობრივად გამოვყევით ამ ყველაფერში. თუ ამბობთ, რომ კავშირია ამ ავტორსა და ამ წიგნს შორის, ერთმა ავტორმა დაწერა ერთი წიგნი, ამ შემთხვევაში გვაქვს კავშირი ერთი ერთთან, ასე ეძახიან, one-to-one კავშირი გვაქვს. მაგრამ ყოველთვის ასე იდეალურად არ არის სიტუაცია. ერთმა ავტორმა შეიძლება ორი წიგნი დაწეროს, როგორც ოლღას შემთხვევაში ნახეთ, ხო? შესაბამისად, ჩვენ თუ გვაქვს მეორე წიგნიც იგივე ავტორის, ასე ვთქვათ, ავტორობით, მაშინ რეალურად გვაქვს აი ასეთი კავშირი, სადაც ერთმა ავტორმა ბევრი წიგნი დაწერა. ამას ეძახიან ერთი ბევრთან კავშირს. ანუ one to many relationship. მშვენიერი, მაგრამ არც აქ მთავრდება, ასე ვთქვათ, სიტუაცია, შეიძლება გქონდეს ისეთი სიტუაცია, სადაც ერთ წიგნს ორი ავტორი ჰყავდეს. ასე მაგალითად, ორი ავტორი ყავს, რომელმაც მიიღო ერთი წიგნის წერაში მონაწილეობა. ამ შემთხვევაში პირველ და მეორე ავტორებმა მიიღეს აი ამ მეორე ქვედა წიგნის წერაში მონაწილეობა. ამ შემთხვევაში რა გამოდის, რომ ყავს ბევრი ავტორები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ დაწერილი ბევრი წიგნები.
და მეორე შემთხვევაშიც გვაქვს ბევრი წიგნები, რომლებსაც შეიძლება ჰყავდეთ ბევრი ავტორები. აი ასეთ კავშირს ჰქვია ბევრი ბევრთან კავშირი, many to many relationship. აი ასე ვთქვათ, ჩაწერენ ხოლმე ამ კავშირების სახელებს one to one, one to many, many to many. რეალურად SQL-ში რა კავშირების ასე ვთქვათ, ცოდნაც დაგჭირდებათ არის სულ ეს. ახლა ჩვენ შინაარსობრივად ვეცადეთ რომ გაგვეგო რეალურად რას წარმოადგენს ეს კავშირები და რამდენად ასე ვთქვათ მნიშვნელოვანია მათი გამოყენება, რა პრობლემას ქმნის, როდესაც გვაქვს მხოლოდ ერთი ცალი მონაცემთა ცხრილი, რა პრობლემას ქმნის ის სიტუაცია, როდესაც გვაქვს ორი მონაცემთა ცხრილი, მაგრამ მათ შორის კავშირები არ გვაქვს და როგორი კავშირები, როგორ უნდა შევქმნათ ეს კავშირები და როგორ უზრუნველყოფს კავშირები იმას, რომ რეალურად არ დაგვჭირდეს ორ ცხრილში ერთი და იგივე სტრიქონებზე შესაბამისი ინფორმაციების წერა. ამას უკვე შემდეგ გაკვეთილებში ვისწავლით SQL-ის გამოყენებით, მაგრამ ახლა მინდა რომ კარგად დაფიქრდეთ რეალურად აი ამ ყველაფერზე, რაც აი ახლა ვთქვით და გაანალიზოთ სინამდვილეში რა პრობლემაზეა საუბარი და თქვენით აი სანამ შემდეგ გაკვეთილს ჩართავთ, თქვენით იქნებ, ასე ვთქვათ, კარგად გაიაზროთ ეს პრობლემა როგორ შეიძლება იყოს მოგვარებული. აუცილებელი არ არის რომ რაღაცა ძალიან მაგარი აზრები დააგენერიროთ და ასე შემდეგ, ეს არ არის ამოცანა, უბრალოდ რომ გაიაზროთ ის ყველაფერი, რაც მე გითხარით. მშვენიერი. ახლა უკვე შემდეგ გაკვეთილში გადავალთ ამ ყველაფერის უფრო ტექნიკურ ნაწილზე და ვნახავთ კიდევ უფრო კარგად კონკრეტულად SQL-ის ცხრილებში როგორ ხდება ამ ყველაფრის ასახვა და როგორც ცხრილებში, როგორც კოდის წერის მომენტში, ასევე ვიზუალურადაც ვნახავთ ამ ყველაფერს. თუ მოგწონს ჩემი ვიდეოები, თუ გინდა რომ SQL-ის მონაცემთა ბაზების გაკვეთილები გაგრძელდეს, ძალიან გთხოვ, დაალაიქე ეს ვიდეო და დაუსაბსკრაიბდი ჩვენ არხს, Bitcamp-ის არხს, ეს ძალიან დამეხმარება. კომენტარებში თუ ასევე დამიწერ შეკითხვებს, თუ რამე ვერ გაიგე, ძალიან დიდი სიამოვნებით გიპასუხებ და ეს პასუხი შეიძლება იყოს ისევ კომენტარის სახით, ან შეიძლება ცალკე ვიდეოც კი მოგიმზადო, თუ ჩავთვალე რომ ეს ისეთი კითხვა, რომელიც ცალკე გაკვეთილს იმსახურებს. ამიტომ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან, თქვენ დაალაიქეთ ჩემი ვიდეოები, დაუსაბსკრაიბდით Bitcamp-ის არხს და მე მაქსიმალურად შევეცდები, რომ რაც შეიძლება ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდოთ, თანაც სრულიად უფასოდ. შევხვდებით შემდეგ გაკვეთილში.